საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიიდან კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონულ ცენტრში. კონსტიტუციის პროექტის ავტორი ათანდილ დემეტრაშვილი სავარაუდო თანამდებობას შეიცვლის. ცენტრი კი, რომელსაც ის სათავეში ჩაუდგება, პრეზიდენტის ბრძანებულებით უკვე შექმნილია. რაშისტებს ბრალს ოპოზიცია ათანდილ დემეტრაშვილს და ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ უწყებაში, რა საფრთხეს ხედავენ იურისტები, ნახეთ ანა ბროვერძის სიუჟეტში. პრეზიდენტის ამ განკარგულებით მალე კონსტიტუციაზე მომუშავე ახალი დაწესებულება შეიქმნება კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი. ინიციატივა კონსტიტუციის პროექტის ავტორსა და საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის ხელმძღვანელს ათანდილ დემეტრაშვილს ეკუთვნის. საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას ვადა 1 ოქტომბერს ეწურება. 1 ოქტომბრის შემდეგ კი ათანდილ დემეტრაშვილი მუშაობას უკვე სხვა რანგში განაგრძობს. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი სამმართველოებაზე იქნება გათვლილი. კვლევის ჩატარება საგანმანათლებლო და საჯარო ფუნქცია. ხელოვნა შევუწყოთ კონსტიტუციური სამართლის სწავლებას უმაღლეს სასწავლებლებში. ვარაუდობთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენი საქმიანობის ჩვენ ალბათ განათლების სისტემასაც შევთავაზებთ, რომ კონსტიტუცია ისწავლებოდეს საშუალო სკოლებშიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასაბუთებული არგუმენტი მთავრობისგან ახალი ცენტრის საჭიროებაზე ჯერ არ მოусმენიათ. პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილ და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უწყებას კი მიხეილ სააკაშვილის საჩუქარს უწოდებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პირველმა პირმა ეს საჩუქარი ათანდილ დემეტრაშვილის ხელისუფლებაზე მორგებული კონსტიტუციის შექმნისთვის უბოძა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა გახლავთ ვაჭრობის საგანი, შიდა თუ გარე ავანტიურისტებისათვის და ავაჭრობის შედეგად კონკრეტული პირების კეთილდღეობა ხდება უზრუნველყოფილი, ანუ უზნეობა ზემოთ. ხელისუფლებამ უნდა აგულხსნას ჩვენ საზოგადოებას თუ რას ემსახურება ამ ცენტრის შექმნა, რა საჭიროებით არის განპირობებული ამგვარი დამატებითი სახელმწიფო სტრუქტურის არსებობა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა გულისხმობს ზედმეტი სახსრების დამატებითი სახსრების ხარჯვას. მართულ გუნდში ოპოზიციის შეფასებებს იმედგაცრუებული ადამიანების აჟიოტაჟს უწოდებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე ყუბლაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ქვეყნის ინტერესებში შედის. ეს არ მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო ცენტრი და მნიშვნელოვანი საშუალება სხვადასხვა კონსტიტუციური საკითხების განხილვის, ამიტომ ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და შესაბამისად რაიმე აჟიოტაჟის და წინასწარი სპეკულაციების გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით მე მგონი მათ სისუსტეზე უფრო მეტყველებს. ქვეყნის უზენაესი კანონის მიმართ პატივისცემა და საზოგადოებაში კონსტიტუციისადმი ნდობის ამაღლების მცდელობა მოსწონს ვახტანგ ხმალაძეს. კონსტიტუციონალისტის თქმით, ასეთი საჯარო ინსტიტუტის შექმნა კარგი ინიციატივაა. თუმცა ვახტანგ ხმალაძე საფრთხეს იმაში ხედავს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ახალი ცენტრი სათავისოდ გამოიყენოს. თუ ასეთი ცენტრი იქნა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, ეს კონტროლირება შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად მოხდეს, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ცენტრის მიერ მომზადებული მასალა იყოს არაადეკვატური იმისა, რაც სინამდვილეში არის. ანუ სავსებით შესაძლებელია მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მოხდეს ეს უკვე მასობრივ დონეზე. კოლეგის შეშფოთებას არ იზიარებს ცენტრის შექმნის ინიციატორი. ათანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ პირველი, ვისაც თანამშრომლობა შესთავაზებს, სწორედ ვახტანგ ხმალაძე იქნება. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი ბათუმში განთავსდება. ახალი უწყება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოფიციალურად უკვე ოქტომბრის 1 რიცხვებიდან ამუშავდება.